გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭავუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნინო ელბაქიძე, განათლების სპეციალისტი. დიდი მადლობა ინტერესისთვის, თანხმობისთვის, ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ვისაუბროთ თქვენ სკოლაზე, თქვენი ბავშვობის სკოლაზე და ასევე დავაკავშიროთ ეს საგანმანათლებლო საკითხები თანამედროვე დღევანდელ მდგომარეობასაც. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა გიორგი მოწვევისთვის. რომ წარმოიდგინოთ თქვენი სკოლის, აი ბავშვობის პერიოდის ერთი კადრი სკოლიდან. სადაც ხართ თქვენ, რას აკეთებთ ამ დროს? სკოლაზე, როდესაც ვფიქრობ, რამოდენიმე ფერი ერევა ერთმანეთს და გუშინ ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე და რამოდენიმე ფერი რო შეურია ერთმანეთს, საბოლოო ჯამში გამოვიდა ნაცრისფერი. ნაცრისფერი იმას ნიშნავს, რომ ის არ არის შავი, არც თეთრი. მასში არის სხვადასხვა ფერები. თეთრიც არის, შავიც არის და სხვადასხვა სახალისო ფერებიც არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ნაცრისფერი. მე სკოლაში ვსწავლობდი ძალიან კარგად. ანუ ძალიან კარგად ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ ნიშნებზე ვსწავლობდი, რამაც ჩემში ძალიან დიდი თავდაჯერება თავის დროზე ჩადო, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ როგორც კი გავიზარდე და უკვე მეტნაკლებად კრიტიკული აზროვნება დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან არასწორი იყო ის ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. ამიტომ მაქვს შერეული ემოციები და ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი იყო და ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდი იყო. ცუდი არ იყო იმიტომ, რომ რამოდენიმე ყავდა მასწავლებელი, რომელმაც დღემდე, მათი გავლენა დღემდე მომყვება, დადებიც გულისხმობ, მაგრამ იყო ისეთი კადრები, რომლებიც არასოდეს არ მინდა რომ გავიხსენო. დაუბრუნდები თქვენ შეკითხვას. გამახსენდა კადრი, აი ხარ როდესაც დასვით შეკითხვა. ვარ დაახლოებით მე-6 ან მე-7 კლასში. ვსწავლობ ძალიან კარგად და მოლოდინები ჩემს მიმართ არის ძალიან მაღალი. ანუ მე მარტო კარგად კი არ უნდა ვსწავლობდე, უნდა ვიყო ძალიან კარგი ქცევი, სანიმუშო უნდა ვიყო მოკლედ. რაც არასოდეს არ ყოფილვარ. მოკლედ დისციპლინაში ყოველთვის მიჭირდა. და ისტორიის წიგნში დავხაზე და დავჩხაპნე ფაქტები, რომელიც ძალიან მივხვდი, რომ არასწორი იყო. და ეს ნახა ჩემი ისტორიის მასწავლებელმა. და შედგა ჩემი სასამართლო სკოლაში. რა ფაქტები იყო, გითხარით თუ? ეს იყო ფაქტები, რომლებიც ჩემთვის არავის არ უსწავლებია მაშინ ეს ფაქტები სწორი იყო თუ არასწორი იყო, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს არასწორად იყო ჩვენთვის მოწოდებული. სიყალბე იყო, კი. და დღემდე მიკვირს და ვფიქრობ, რომ როგორ მივხვდი, რომ ეს სიყალბე იყო. და ესე ძალიან სასტიკად გავჩხაპნე წიგნი. სასტიკად. და ეს მასწავლებელი რო დადიოდა ესე მერხებს შორის ეს დაინახა. აიღო წიგნი და ხედავთ ჩვენი მოსწავლე ერთ-ერთი სანიმუშო როგორ იქცევა და მომიწყეს სასამართლო სკოლაში. ეს არის ისეთი მტკივნეული და ისეთი ტრამვული გამოცდილება, რომ მე მაშინ დავასრულე ყველანაირი ემოციური ურთიერთობა სკოლასთან და შევიძულე სკოლა. და ამ სიბნელეში იყო გამონათება. ეს გამონათება იყო ჩემი პირველი ქართულის მასწავლებელი, რომელმაც შემაყვარა ენა როგორც ცოცხალი ორგანიზმი. და მასწავლა ის, მე მისგან ვისწავლე, რომ მე ეს ჩემი ენა უნდა მყარებოდა, უნდა არა, შემიყვარდა როგორც ცოცხალი ადამიანი. რა ერქვა პირველ ქართულის მასწავლებლად? იზო სხილაძე. იზო მასწავლებელი. ბოდი უფრო კაფეო წარმოდგენა შეუქმნა ჩვენს მაყურებელს და გითხარით, რომელი სკოლაა და რომელი წლებია ეს, რომ დაივინახოთ უფრო. ეს გახლავთ ესე იგი 80-იანი წლების ბოლოა უკვე. საბჭოთა კავშირი ჩემს თვალწინ ჩამოიშალა
და არის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი აზროვნება. აბსოლუტურად არ არის, ჩვენ საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ თავისუფალ აზროვნებაში და არის ესეთი ნათელი წერტილი, რომელიც გაჩვენებს არა სიტყვიერად არა, თავისი ქცევით, თავისი მოქმედებით, მაგალითით, რომ კრიტიკული აზროვნება და თავისუფალი აზროვნება ძალიან კარგია და პირველი სიამაყე, ეს არ შეიძლება ამის დავიწყება, პირველი სიამაყე, რომ როგორი ამაყი უნდა ყოფილიყავი, რომ მე ქართულად ვლაპარაკობ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუცნობიერებელი იყო, ხა ქართულად ვლაპარაკობ, აბა რა ენაზე ვილაპარაკებ, საქართველოში ვცხოვრობ, ხო? რომ ეს ენა და ეს თავისი უნიკალური გრამატიკა რამხელა სიამაყის უფლებას მაძლევს მე. რა მომენტში დაინახეთ ეგ თუ გახსოვთ კონკრეტული შინაარსი? კი, როგორ არა, მახსოვს კი. ჯერ ერთი მისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ის ჩვენ აღვიქვავდა როგორც ადამიანებს. არა როგორც ბავშვებს, ეხლა მე რასაც ვიტყვი ის იქნება, არამედ როგორც თანასწორებს. იზომასწავლებელი, პირველივე კლასის მასწავლებელი. არა, პირველი არ იყო, მოგვიანებით, ცოტა მაღალ კლასში, ხო, მე მოგვიანებით. და ეს იყო ჩემი პირველი რო ვიგრძენი ადამიანად თავი და უპასუხე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს იყო სწორი, რასაც მეუბნებოდა, მაგრამ სკოლა უკვე გაშვებული მყავდა ყველანაირად, ანუ სკოლა მე არ მიყვარდა და ბოლო კლასებში შემოვიდა ასევე ახალი მასწავლებელი, რომელმაც ფაქტიურად გადაწყვიტა ჩემი პროფესიული მომავალი. ეს იყო ჩემი გერმანულის მასწავლებელი ლეილა კამლაძე, რომელიც დღეს ჩემი შვილის მასწავლებელია. ეს მოვიდა ახალგაზრდა ლამაზი გოგო, გერმანული განათლებით, თავისუფალი აზროვნებით და ნუ მზე ამოვიდა. და მივხვდი, რომ აი რაღაცა არის ამ ადამიანში ისეთი, რომელიც განსაზღვრავს ჩემს პროფესიულ მომავალს და მე ვისწავლე გერმანული ენა. იმდენად ვისწავლე გერმანული ენა და იმდენად შევიყვარე, რომ აქ რო დავამთავრე უნივერსიტეტი, მე წავედი გერმანიაში და ჩავირიცხე გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და დიდ უნივერსიტეტში, ეს არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი. ლეილა მასწავლებელი რო არ ყოფილიყო, ალბათ ამას ვერ მოვახერხებდი. განათლების მიმართულებით. განათლების მეცნიერების ფაკულტეტზე ჩავირიცხე და მაშინ დაიწყო ჩემი გერმანული ოდისეა. ლეილა მასწავლებელი, ანუ რომელ სკოლაში ხართ? თქვენ ხართ თბილისის? არა, მე ვარ ზესტაფონის მე-6 სკოლაში ხდებოდა ეს. ჩვენს გეოგრაფიულ უკაზე ზესტაფონის სკოლაც. მე 17 წლის ვიყავი, როდესაც დავტოვე ეს ქალაქი და შემდეგ ოჯახით უკვე მე აქეთ გადმოვედით. პირველი მასწავლებელი, ანუ მოგვიყევით თქვენი ოჯახის სიტუაცია, როდესაც შეხვედით სკოლაში, რა მოლოდინი ჰქონდათ, რა გაგიცრუდათ, რა იცით რა არის, ახლა რო უკვირდები, ძალიან გამიმართლა რაღაცეებში. აი ხა ესე კითხვა რო არ დაგესვათ, შეიძლება და ესე აქტიურად აღარც გამხსენებოდა. ძალიან კარგად მახსოვს პირველი დღე, როდესაც დედაჩემმა მიმიყვანა სკოლაში და სკოლაში დაგვხვდა სკოლის დირექტორი. და მახსოვს სკოლის დირექტორი, რომელიც დაიხარა, ეს გამონაკლისი იყო, არ დაგვაწყდეს, მაშინ ბავშვებს არავინ არ ელაპარაკებოდა, დაიხარა, შემომხედა და მითხრა, რომ ჩვენ სკოლაში უნდა მოხვიდე? და მე ვთქვარი, რომ კი, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი მეჩვენებოდა ეს კაცი და რაღაც ის გამიჩნდა, რომ ეხლა რა უნდათ ჩემგან. და რა კარგია, რა ბედნიერება, რომ ესეთი ლამაზი გოგონა ჩვენთან ისწავლის და გავგიჟდი, მეთქი რაღაცა სხვანაირი იყო ეს. ანუ ეს სკოლის დირექტორი სხვათა შორის მალევე გარდაიცვალა შემდეგ. იყო ასევე ნათელი წერტილი იმ ბნელ დროში. და ჩემი პირველი მასწავლებელი იყო, რომელმაც აი ეს ჩადო ჩემში, რომ შენ შეძლებ, შენ ხარ განსაკუთრებული, შენ შეგიძლია და შენ ხარ მაგალითი სხვებისთვის. არასოდეს არ მქონია ამის პრეტენზია, რომ მე არც ახლა არ მაქვს, რომ ვინმესთვის მაგალითი ვარ, ღმერთო ჩემო, არა, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა იყო, ეს უბრალოდ პირველ კლასებში მოვიდა ეს, რომ რა კარგად სწავლობს, რა კარგად ანგარიშობს, ძალიან მიყვარდა მსახიობობა. სულ სცენაზე ვიდექი. სულ ხან მხატვრული კითხვა, ხან რაღაც თეატრებში მონაწილეობდი და მოკლედ აი ესეთი. ხო, აი ეს ახლა უნდა ვთქვა, უსამართლობა იქნება ეს რო არ თქვა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო. და ეს იყო ნათელი წერტილები, ოღონდ ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი იყო ზოგადად, ეს ძალიან ცუდი პერიოდი იყო.
შავ-თეთრი პერიოდი იყო და ის ნაცრისფერი რაც თავიდან ვახსენე. ის შავი ფერი ზუსტად ამათმა გააფერადეს და იმიტომ გამოვიდა შედარებით უფრო არც ისე ძალიან ბნელი, რომ აი ესეთი მასწავლებლები და ასეთი ადამიანები ანათებდნენ იმ დროს. ხო, რომელიც სამწუხაროდ და ასეთი სიტუაციები იყო შედარებით მცირე, ხო, როგორც ხვდები ამ შემთხვევაში. კარგი უფრო მცირე იყო, კი. თქვენი პროფესია რომ არა ლეილა მასწავლებელი, ხო, გერმანულის მასწავლებელი, მსახიობობა გინდოდათ? მე მინდოდა რაღაც მაგ მიმართულებით, ჟურნალისტიკა, მსახიობობა ალბათ არა, იმიტომ რომ ეს არ დაგვავიწყდეთ ის დროა, როდესაც პროფესიაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს ოჯახს და მე ახლა დედის ერთა ვიყავი და არავინ არ გამიშვებდა მსახიობობა რომ ესწავლა სამწუხაროდ, მაგრამ რაღაცა აი ამ მიმართულებით მინდოდა მემუშავა. თუმცა მე დედამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, იმიტომ რომ დედაჩემი იყო შეყვარებული წიგნებზე, დედაჩემი იყო, ნუ არ ვიცი, მე დედაჩემი მახსოვს წიგნით ხელში. თუ საქმე არ ქონდა, მუდამ კითხულობდა. და განათლება იყო რაღაცა კულტი ჩვენ ოჯახში, აი განათლების კულტი იყო და როდესაც მე გერმანიაში ჩავედი და რომ ვნახე განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი, არც მიფიქრია, სადმა წავსულიყავი. თავიდან სწავლა დავიწყე ჰაიდელბერგში იურიდიულ ფაკულტეტზე. ჰაიდელბერგს აქვს ძალიან ცნობილი იურიდიული ფაკულტეტი, ძალიან დიდი ტრადიციის. და იურისტობაც სადღაც თითქოს ახლოს იყო ჩემ პროფესიასთან და მაშინ ამ განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის შესახებ უბრალოდ არ ვიცოდი და მეორე კურსიდან ეს რო გავიკე და ვთქვი რომ ეს არის ის სადაც მე უნდა წავიდე და გადავედი განათლების მეცნიერებებზე. ისე არც გაგიმხელიათ ოჯახში რომ მსახიობობა გინდა? არა, არც ღირდა ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ მე ვიცოდი ამას რა მოყვებოდა და არ მინდოდა ამ ბრძოლაში შევსულიყავი. ვინმეს ეუბნებოდით? არა. არ ვიყავი, მე მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად ძალიან გახსნილი ვიყავი, არ ვიყავი მე გულღია ადამიანი, რომ აი ესე მესაუბრა. უბრალოდ სოციალური უნარები მქონდა, მაგრამ ჩემ რაღაცებს არ მომხელდა. თქვათ გარდა სასკოლო სცენებზე და ასე შემდეგ აქტიურობისა, აი თუ ამ კითხულობდით ან მუშაობდით ამ მიმართულებით, რომ იქნებ სკოლის დამთავრების შემდეგ გამოვიდეს რაღაცა ან განვითარებას თუ ცდილობდით? აი მაწვილი ქალობის დროს. არა. მე ვფიქრობდი, მე ვიცოდი რომ უნდა მიმეღო განათლება და ორ მიმართულებას შორის მქონდა არჩევანი. ერთი იყო იურისპრუდენცია, იმიტომ რომ მომწონდა ეს რაღაც იურისტობა, კანონები, წესრიგი, ეს ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს. და მეორე იყო ისტორია. ანუ ისტორიკოსი ვარ მე პირველი განათლებით საქართველოში დავამთავრე ისტორიის ფაკულტეტი მაგისტრატურა. მერე დავამთავრე გერმანისტიკა და მერე წავედი გერმანიაში. და მოკლედ სადღაც ძიებაში ვიყავი, აი ეს პირველი წლები 18, 19, 20 წელი ძიებაში ვიყავი, რომ აი სად არის ჩემი ადგილი. და ეს ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ყველაფერმა დატოვა თავისი კვალი. ძალიან მადლიერი ვარ იმისი, რომ ისტორიული ფაკულტეტი დავამთავრე, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა, არაჩვეულებრივი პროფესორები. ჯერ მარტო მარიკა ლორთქიფანიძე ღირდა ერთ რამეთ და მის ლექციაზე ყოფნა და სუპერ ინტელექტუალურ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა. რომელი სპეციალობით დავამთავრე? ეთნოგრაფია და მსოფლიო ისტორია. და მე გერმანისტიკა იყო ის, რომ მე მჭირდებოდა ეს ჩემი მომავლისთვის, ამას მივხვდი. და მე უკვე წავედი გერმანიაში. წიგნები ახსენეთ და გასაგებია დამოკიდებულებაც. პირველი წიგნი ხომ არ გახსენდებათ, რომელსაც გიკითხავდნენ სკოლაში შესვლამდე? აი, ისევ დედაჩემს უნდა დაუბრუნდე, მე სანამ სკოლაში შევიდოდი, წერა-კითხვა ვიცოდი ძალიან კარგად. დედაჩემმა დაიწყო პირველად მცდელობა ქონდა, რომ მე კითხვა დამეწყო. გადმოიყო ტრადიციული დედაენა და დაახლოებით 3 პირველი ასობგერა მასწავლა დედამ. და მის მერე ვისწავლე ჩემით და დედაჩემი ძალიან ხშირად იხსენებს ხოლმე, რომ წიგნიო გადმოიყო და კითხულობსო ლა და იქ წიწილას ეს არისო სურათიო და მე ვა ეს არის ეს ასო ამოვიცანიო როწო ანუ ესე თავისით ვისწავლე მოკლედ
წერა კითხვა და როგორც გითხარით, სულ მიკითხავდა. დიახ. ეგ თქვენ არ გახსოვთ დედამ შეგინახათ ეგ მოგონება? კი, მე არ მახსოვს. რა მაგარი მოგონება. და მე იყო კიდევ რა იცით რომ ბებია ჩემი როდესაც აფხულში მივდიოდი, ესეთი კითხვის საღამოები გქონდა და საღამოთი დავსხდებოდით ხოლმე და მოკლედ კითხულობდით, შვილიშვილები. ბებიას უკითხავდით, ოღონდ ერთ რომანს ავიღებდით, ან ერთ მოთხრობას ავიღებდით და ესე რიგრიგობით კითხულობდით. ოღონდ ეს არ იყო კითხვის წრე და ეს არ იყო აი მოდი კითხვაში გავავარჯიშოთ ბავშვების წრე, ეს იყო წმინდა წყლის სიამოვნება. ინიციატორი ბებია იყო. ბებია იყო ინიციატორი, კი. და უბრალოდ ეს იყო სიამოვნება ჩვენთვის, რომ აი მაგალითად ბიძია თომას ქოხი ვიჯექით და ცხარე ცრემლებით ვტიროდით მთელი ოჯახი, ერთად ვკითხულობდით, ეს საღამოობით. ეხლა დღე არ ეცალა ბებიას ამისთვის, ხო? და საღამოთი რომ დავსხდებოდით, ხო, ნუ აი ეს ძალიან კარგი პედაგოგი ყოფილა ბებია. ბებია მასწავლებელი არ იყო პროფესიით, მაგრამ ქცევით კი. და აქვე მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ აქტუალურია მომეხსენებათ ეს კითხვა, წიგნები, რაღაც. ცხადია ახლა თქვენს პროფესიაში, როგორც აი განათლების მიმართულებით დაგეხმარათ, ხო? მრავალმნიშვნელოვანი რაღაც ფუნქცია აქვს ამ წიგნებს, კითხვას, ინტერპრეტაციებს და ასე შემდეგ. ზოგადად აი ნებისმიერი პროფესია რომ წარმოვიდგინოთ, რას ურჩევდით თქვენ ადამიანებს, რამდენად ეხმარება კითხვა პროფესიონალად ადამიანის ჩამოყალიბებას. სხვადასხვა პროფესიას, ნებისმიერ პროფესიას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რას? ჯერჯერობით კაცობრიობას ალტერნატივა არ გამოუგონია. ნახეთ, კითხვა რა არის ინფორმაციის მიღება, ხო? ინფორმაციის მიღება დეკოდირების საშუალებით. ანუ მე რაღაცას ვკითხულობ და აქედან ვიღებ ინფორმაციას. წაკითხვის ალტერნატივა ჯერჯერობით არ არის. ეს წიგნი იქნება ელექტრონული წიგნი იქნება, გაჯეტი იქნება თუ რა ფორმით წავიკითხავ მე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ხლა როგორც ძველმოდურს, მაგალითად დღევანდელ სიტუაციასთან მიმართებაში, მე წიგნი მიყვარს. ძალიან მიყვარს წიგნი, აი წიგნის ხელის მოკიდება მიყვარს, ფურცლის გადაშლა მიყვარს ძალიან და თვითონ აი წიგნთან რო ურთიერთობა მაქვს, აი რო იქ რო დევს და რო მელოდება რო უნდა წავიკითხო, ნუ აი მაჟრიალებს ხოლმე სიამოვნებისგან, მაგრამ არა მარტო, მე ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე ელექტრონულადაც და ეხლაც ვკითხულობ და ასევე ინტერნეტშიც ვკითხულობ, რაც ხელმისაწვდომია ახლა უცხოურ ლიტერატურას, რაც მხატვრულ ლიტერატურას კითხულობ, ახერხებთ, იცვლით? კი, ეგ ძალიან კარგი შეკითხვაა, ყველას იმშურს, ვისაც აქვს ამის დრო, ძალიან მშურს. იმიტომ რომ მხატვრული ლიტერატურა ეს ცალკე სიამოვნება. ოღონდ უნდა ვაღიარო, რომ მხატვრული ლიტერატურა ამ ეტაპზე ცოტა გვერდით მაქვს გადადებული, იმიტომ რომ იმდენი პროფესიული ლიტერატურა შემოვიდა ბოლო წლებში და ისეთი კარგი ლიტერატურა შემოვიდა, რომ ეხლა დაწაფებული ვარ მოკლედ ამ თანამედროვე ლიტერატურას. თუმცა მხატვრული ლიტერატურას რა თქმა უნდა რო კითხულობ, აი ახლა ხანს დავამთავრე ერთი წიგნი, ოღონდ ცოტა ნელ-ნელა, იმიტომ რომ უბრალოდ დრო არ მყოფნის. რო დავუბრუნდე თქვენ შეკითხვას. კითხვას ბევრი ფუნქცია აქვს. ერთი არის რომ ინფორმაცია მივიღოთ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კითხვის ფუნქცია. კითხვის ფუნქცია არის ის, რომ შენ გეძლევა საშუალება თუ მხატვრულ ლიტერატურას შევხედავთ. შენ გეძლევა საშუალება ბევრი ცხოვრებით იცხოვრო. ძალიან ბევრი გაიგო ადამიანებზე და სამყაროზე საერთოდ. რაც შეეხება გემოვნება ძალიან ნატიფი ხდება კითხვის განმავლობაში და კითხვის შემდეგ, ხო? წარუშლელ კვალს ტოვებენ წიგნები ადამიანის ფსიქიკაზე და ადამიანის ინტელექტზე. რაც შეეხება დარგობრივ ლიტერატურას, თუ არ წავიკითხე ისე როგორც ჩამოვყალიბდები პროფესიონალად, ხო? ასე რომ შევაჯამოთ, კითხვა ჩვენ გვჭირდება, ბავშვებს ჭირდებათ აუცილებლად და ბავშვები კითხულობენ, გაგიკვირდებათ და ბავშვები კითხულობენ. მაგალითად, ჩემი შვილები კითხულობენ, თან ძალიან ბევრს. რა ასაკის არიან? უფროსმა უკვე სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტშია, მეორე ამთავრებს ახლა სკოლას მალე, მესამე ჯერ მეოთხე კლასშია. მესამესთან ახლა მთლათმასე მარტივად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მოსალოდნელი იყო რომ ასე იქნებოდა. და მე მარტო ამათზე არ ვლაპარაკობ, მე მათ მეგობრებსაც უყურებ.
და მე რასაც ვხედავ, ბავშვები კითხულობენ. უბრალოდ შეიძლება ეს ტრადიციული წიგნი არ ეჭიროთ ხელში, მაგრამ მათ უნდათ კითხვა, მათ უნდათ ინფორმაციის მიღება და ძალიან გული მტკივა, როდესაც საზოგადოებაში ვხედავ ხოლმე ძალიან არასწორ მესიჯებს, რომ ეს გაუნათლებელი თაობა და ეს უწიგნური თაობა და არ შეიძლება ეს არასწორი მიდგომა. გაუნათლებელი თუა თაობა უკაცრავად, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ბრალია. მახალი თაობაც ვახსენეთ და მინდა დაუბრუნდე მოლოდინებს, რომელიც თქვენ გქონდათ სკოლის პერიოდში ჩამოყალიბებული და ასე დავაკავშიროთ დღევანდელ თაობასთანაც. როგორ ჩამოყალიბდა ის მოლოდინები, რომელმაც არ ვიცი არ გაამართლა და გული აგიცრუვდათ და ისე არ გამოვიდა, ხო, როგორც აი სიამოვნება რომ მიგეღოთ მაგალითად. და დღეს აი თქვენ შვილებთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეეცადეთ თქვენ რომ მათ ქონოდათ სკოლისგან სკოლაში და აი რა ხომ არ შეადარებდით აი ამ ორი შეიძლება ითქვას ეპოქას შორის სკოლაში მოლოდინები სკოლაში რა მოლოდინებიც მქონდა იგივე ჩემი მომავლის მიმართ ეს მოლოდინები არ გამართლდა მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ რომ არ გამართლდა მე აბსოლუტურად სხვა გზით წავედი მაგალითად სკოლაში რო სწავლობდი ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ყოველ შემთხვევაში მაშინ რომ მე მივიღებდი განათლებას მაგალითად ევროპის შუაგულში და მინიმუმ 2 გერმანული დიპლომი მექნებოდა იმ მოლოდინებთან რო დავრჩენილიყავი, მაშინ გამოდის რომ მე ვერ მივაღწევდი იმას, რაც მე ცხოვრება მოიტანა, ხო? ასე რომ ეს მოლოდინები რო არ გამართლდა, ეს ძალიან კარგია. შედარება არის, როგორ გითხრათ, თქვენ სწორად თქვით, ორი სხვადასხვა ეპოქაა. ბავშვები, ახლა მე რასაც ვუყურებ სკოლის მოსწავლეებს, გულისხმობ და აი მაგალითად ჩემი შვილების თაობას ბავშვებმა თავისი თავი თვითონ გაზარდეს და ეს არის საოცრება. მე რო ვუყურებ ამ ახალგაზრდების გინდათ მსჯელობას, გინდათ აზროვნებას, მიჩნდება ხოლმე კითხვა, რომ საიდან ისწავლეს ეს ყველაფერი. ნახეთ, საიდან ისწავლეს ეს ყველაფერი, ხლა ამ შეკითხვასთან დავრჩეთ. ჩემთვის არავის არ უთქვამს, რომ ის არასწორი იყო, რაც მაშინ ეწერა იმ ისტორიის წიგნში. მაგრამ ამას მივხვდი. აქედან გამომდინარე ვასკვდი, რომ ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი კრიტიკული აზროვნების უნარი. უბრალოდ შემდეგ სკოლაზე და მშობელზე არის დამოკიდებული, რამდენად ჩაახშობს ამ კრიტიკული აზროვნების უნარს. ესები არიან ესენიც. მათ თანდაყოლილი აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი და აქვთ მეტი თავისუფლება. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი თავისუფალ საქართველოში დაიბადნენ და ჩვენ დავიბადეთ საბჭოთა კავშირში. მართალია კი გაშლის პირას იყო ის საბჭოთა კავშირი და ჩვენს ბავშვობაში ჩამოიშალა, მაგრამ მენტალიტეტი, აზროვნება ასე სწრაფად არ იცვლება, ხო? ესენი არიან თავისუფალი ადამიანები. რა თქმა უნდა, ახლა განზოგადებულად ვერ ისაუბრებ ზოგადად, ყველგან არის კარგი, ძალიან კარგი, ანუ გრადაცია ყველგან არის. მაგრამ თუ მეკითხებით ეპოქებს შორის შედარება, ეს არის შეუდარებელი ამბავი. ჩვენ ვიყავით მორჩილებას მიჩვეული, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთი შეხედვით ძალიან თავისუფლად ვცხოვრობდი, მაგალითად პირადად მე და ეს მომწონდა ძალიან პერფორმანსი, თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება, აგერ ისტორიის წიგნებს ვაკრიტიკებდი. ეს აბსოლუტურად სხვა დიაპაზონი იყო თავისუფლების და ის თავისუფლება, რომელიც ჩემს შვილებს აბსოლუტურად სხვა დიაპაზონია ეს. მე ახლოს ვერ მივალ ჩემი აზროვნებით მათთან. და წარმოუდგენლად ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა გონებაში ისეთი აზრები იბადება და ისეთ გამოსავალს გთავაზობენ ხოლმე ამ თავისი გამოუცდელობით თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ სხარტი და საღი აზროვნებით, რომ უბრალოდ აგერ განძი გაქვს და უნდა გამოიყენო ეს და გეხმარება შემდეგ ამ საღაზრს შენს გამოცდილებას რომ დაუკავშირებ, მე უკვე შეგიძლია რაღაც ძალიან სერიოზული შედეგი მიიღო. როგორ ფიქრობთ, აი იგივე თქვენი შვილების თაობა, ეს ადამიანები, მათი აზროვნების, გაქანების, კრიტიკული რაღაც შეხედულებების ჩამოყალიბებაში, რა როლი აქვს სკოლას, დღევანდელ სკოლას? ეს სხვა უფრო სხვა არხების, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ხო. ნახეთ თუ კი იმ პერიოდში იყვნენ ნათელი წერტილები,
და ისინი ახერხებდნენ, რომ ნათელი წერტილები ყოფილიყვნენ აი ეს მაგალითები, რაც მე დაგისახელეთ. ახლა მით უმეტეს, რა თქმა უნდა, არის ბევრი ბრილიანტი მასწავლებელი სკოლაში. მართლა აი მიყვარს და მსიამოვნებს ხოლმე მათთან საუბარიც, ურთიერთობაც და ასეთი მასწავლებლების მოსწავლებს ძალიან გაუმართლათ. მაგრამ ასეთი არ არის ყველა. სამწუხაროდ არის და რჩება ისევ მასწავლებლების ნაწილი, რომლებიც ზუსტად ისევე ფიქრობენ, როგორც 20-30-იან, შეიძლება მეტი წლების წინ. სკოლამ რა როლი შეიტანა ამაში? ბევრი არაფერი ალბათ ვიტყოდი რა. თუ ეთანხმებით ასეთ მოსაზრებას, რომ დღევანდელი ჩვენი სკოლა თუ რამეს გავს, ყველაზე მეტად გავს საბჭოთა სკოლას, იმ სკოლას, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. კი, ნამდვილად ასეა, კი. და ამის მიზეზი ცხადია, მხოლოდ მასწავლებლები ვერ იქნებიან, ხო? რაღაცნაირად ის მთელი სისტემურად, სტრუქტურულად და ასე შემდეგ, ამ ხრივაც რომ შევადაროთ, მართლაც გავს. და ამ მიმართულებითაც ცოტა რომ ვისაუბროთ, მე ჩემთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა არის ის თუ რა სწავლობენ ბავშვები. და თქვენი ბავშვობიდან რომ დავიწყოთ, აი თქვენ რა სწავლობდით კარგად და რას არ სწავლობდით, ან ვერ სწავლობდით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ნიშნები გეწერათ, აი ხომ რაღაც საგანი ესმისო, რომ არის ასეთი გამოდგა. რა გესმოდათ და რა არ გესმოდათ. ძალიან კომპლექსური შეკითხვა, ჯერ სკოლების მსგავსებაზე, ორ ნაწილად გავყოფ თქვენის ნებართვით, ჯერ სკოლების მსგავსებაზე და მერე კონტენტზე რაც ისწავლება, ხო? ზოგადად განათლება არის ძალიან კონსერვატული მიმართულება და ეს ძალიან კარგია. კარგია და როდის დავასკვენი კარგია, როდესაც მე შვეიცარიაში მომიწია პედაგოგიურ ინსტიტუტში, ეს იყო 2011 ან 12 წელი ზუსტად არ მახსოვს, სამუშაო ვიზიტით ყოფნამ, აღმოვაჩინე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, თითქოს გავს ძალიან გერმანული და შვეიცარიული განათლების სისტემები ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ გავს, ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. აღმოვაჩინე, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული განათლების სისტემი. რას გულისხმობთ ამ კონსერვატიზმში? აი, რას გულისხმობ, ნახეთ. ჩვენ ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ახალი გადამუშავებული გვაქვს მასწავლებლის სტანდარტი, მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა და მოკლედ გაჯერებულია თანამედროვე განათლების ფსიქოლოგიები და მოკლედ მთელი ამბებით რა. და პროფესორ ოლკერს შევხვდი და ვუთხარი, რომ სიამაყით, რომ აი ჩვენ მასწავლებლებს ამას ვასწავლით. შვეიცარიაში. უნდა ვიცოდეთ ყველამ ისეთი ვინმე თუ განათლების პროფესორი შვეიცარიის ერთ-ერთი ცნობილი განმანათლებელი. აბსოლუტურად კი. და იმიტომ შევხვდი, რომ ეს ადამიანი მუშაობდა პროფესიის სტანდარტებზე, ანუ მასწავლებლის სტანდარტებზე ლაპარაკი და მაშინ მე ხელმძღვანელობდი მასწავლებლის სტანდარტის ჯგუფს. და ნუ ძალიან მინდოდა ახლა ამ გამოცდილების გაზიარება და სიამაყით წარმოვდგინე ეს მოსამზადებელი პროგრამა გადაშალა და მითხრა, რომ ამას რატო ასწავლით? და მე ვთქვა, რა ვასწავლოთ? პიაჟე და აი, პიაჟე იყო პირველი, რომელთაც თავი მოვიწონე. ვაინახეთ მეთქი ჩვენ მასწავლებლებს პიაჟეს ვასწავლეთ. ეკვილიბრიუმი და ისა. აბსოლუტურად. და ისე შემომხედა ძალიან კარგად მახსოვს, რომ რატო ვაკეთებთ ამასო? და მეთქი, აბა არ ვასწავლოთ? ეს ხო ძალიან თანამედროვე ამბავია. და მითხრა, რომ ეს კონტენტი ჭირდება განათლების მეცნიერს და მასწავლებელს ჭირდება კონკრეტული გზა ასწავლო. კლასში მოსწავლე რომ არევას დაიწყებს, თავი როგორ გაართვას ამას. მარტივად და არა ის სქემები აუცნა, რა ხდება მის ტვინში. აბსოლუტურად. მე კი ვიცოდი, რომ რაღაცა ვერ იგებენ ეს მასწავლებლები და რაღაცა ისე ხომ არ არის, ხო? ზუსტად. მე კი ვიცოდი თავიდანვე, რომ რაღაცა წესრიგში არ იყო, იმიტომ რომ ნახეთ ახლა მასწავლებლის საქმიანობა არის ძალიან პრაქტიკული. მე ვარ განათლების მეცნიერი. განათლების მეცნიერების ფაკულტეტი დავამთავრე. ანუ მასწავლებლის საქმიანობა სხვა არის. მასწავლებელს პრაქტიკულად უწევს საკლასო გარემოში თავი გართვას იმ სირთულეებს, თავარი სირთულე რა არის? რომ ყველა მოსწავლემდე მივიდეს ცოდნა და სასწავლო პროცესი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. ანუ აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად არ არის ეს ის, რასაც ჩვენ უნდა ვასწავლიდეთ მასწავლებლებს. და მითხრა, რომ ეს სასწავლო კონტენტი ჩვენ მასწავლებლებისთვის რაც გვაქვს 20 და 30 წლის არის.
ეს არ არის ის თქვენ რომ გონიათ რაღაც ძალიან თანამედროვე, მაგრამ ეს 20 და 30 წლის პრაქტიკა გამოცდილებას ეფუძნება. ჩვენ კონკრეტული მაგალითებით ვასწავლით მასწავლებლებს და არა ზოგად თეორიებს. და ცოტა დამეკარგა ძაფი, საიდან დაიწყეს? და რას სწავლობდით და რას ვერ სწავლობდით? სკოლაში. ხო. სკოლაში და როგორ გასწავლიდნენ ცხადია ეს საინტერესოა. უნდა ვაღიარო, რომ კომპეტენციის მხრივ მასწავლებლებს არ ქონდათ პრობლემა ნამდვილად. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე რამე არ იცოდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგას. ვსწავლობდი იმას, რაც მიყვარდა. ვინაიდან ვიყავი კარგი მოსწავლე და ყველაფერში მაღალი ნიშნები მინდოდა მე თვითონ რომ მქონოდა, სხვათა შორის სახლიდან არ მქონდა დიდი წნეხი. უბრალოდ დედაჩემმა დაამკვიდრა სახლში კარგად სწავლის კულტი და ნუ ამ კულტს მიუყვებოდი მე. რომელიც რთული დასაძლევი არ იყო თქვენთვის, ხო, როგორც მივხვდი? საგანს გააჩნდა. მაგალითად, თუ კი ისეთი საგანი იყო, აი მათემატიკა მაგალითად მე მაღალ კლასებში რო გართულდა, მე დამჭირდა დახმარება და ამაზე დამატებით მომზადებდა ოჯახი. ვერ ვიტყვი რომ ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი, ან ყველა საგანი ერთნაირად ვიცოდი, ანუ ეს შეუძლებელია. ეს არის გამორიცხული, რომ ბავშვმა ყველა საგანი ერთნაირად იცოდეს. თუ დაგისვამთ მაშინ ეს შეკითხვა, რომ რატო სწავლობდით ამდენ საგანს, რომელიც არც გაინტერესებდათ, არც გესმოდათ, გტანჯავდათ, პირადად შეიძლება თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ხო თანაკლასელებიდანაც გამომდინარე და რა იყო ამაზე პასუხი? ეს იყო ვალდებულება, რომელიც უნდა შემესრულებინა. რომელიც უნდა შეგვესრულებინა. ხო, არ განიხილებოდა. არა, არ განიხილებოდა. მაგალითად, ამოიღეთ ხო ვის მოაკეთე. და სამწუხაროდ არც ახლა განიხილება. აი დღეს დავსვათ ეს შეკითხვა ახლა ჩვენ. და რატომ ასწავლით 15 საგანს, პირობითად 15-ს ვამბობთ, რომ როდესაც დაბეჯითებით ვიცით ეს, გნებავთ მეცნიერულად, გნებავთ პრაქტიკულად, რომ აი ესე ერთი დებულება მინდა ვთქვა, რამდენად ეთანხმებით, რომ მოსწავლეთა ნახევარზე მეტი, საგანთა ნახევარზე მეც ვერ გებულობს, აი არ ესმით უბრალოდ რას სწავლობენ. ხო და ამ შეკითხვაზე პასუხი რა? რატომ დაგვიწერეს მაშინ? კი ბატონო, შეკითხვაზე პასუხი რო გაგცეთ, შედარებით ანალიზს გავაკეთებ თქვენის ნებართვით. ზოგადი განათლება, თვითონ ეტიმოლოგია გვეუბნება სიტყვისა, რომ ეს არის ზოგადი განათლება, რომელიც ჭირდება ყველა ადამიანს იმისათვის, რომ შემდეგ როდეს ყველა ბავშვს იმისათვის, რომ როდესაც გადავაზრდა სრულობის ასაკში, შრომის ბაზარი იქნება თუ პირადი ცხოვრება იქნება, გზა გაიკვალოს, ხო? ეხლა გავაკეთებ შედარებით ანალიზს გერმანიის განათლების სისტემასთან. ნახეთ, ზოგადი განათლება შედგება ჩვენთან რამოდენიმე საფეხურისგან. ეს არის საბაზო, დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ხო? ეს საფეხურები გვაქვს, რა ძალიან კარგია რომ ესე გაყოფილი. ეხლა გადავხედოთ ერთ-ერთ მაგალითს გერმანიის განათლების სისტემას. დაწყებითი სკოლა არის პირველი მეოთხე კლასი, სადაც ისწავლება ყველაფერი და სწავლობს ყველა, რაც არის აუცილებელი. აუცილებელია წერა, კითხვა, ანგარიში, ელემენტარული წარმოდგენა ბუნების, გეოგრაფიის, ბიოლოგიის და ასე შესახებ, ეს აუცილებელია, მან დიფერენცირება არ გამოვა. ყველა ბავშვს ჭირდება. ხატვა, რაღაც. რა თქმა უნდა, ხატვა, მუსიკა, ძალიან მნიშვნელოვანი საგნებია დაწყებით საფეხურზე. და შემდეგ ნახეთ რა ხდება, მეოთხე კლასიდან ხდება ბავშვების დიფერენცირება სხვადასხვა ტიპის სკოლაში. იმის მიხედვით ამ დაწყებითი საფეხურის განმავლობაში რა ინტერესები გამოავლინა ბავშვმა. შეიძლება ის გადავიდეს რეალ შულეში და შემდეგ აგრძელებს პროფესიული განათლებით მიმართულ სწავლის განათლების მიღებას, შეიძლება გადავიდეს გიმნაზიაში, რასაც მოყვება შემდეგ უმაღლესი განათლება, 16 სხვადასხვა მიწა და სხვადასხვანაირი განათლების სისტემებია და ზოგიერთ მიწაზე არის ეგრეთ წოდებული მითელშულეები, ანუ საშუალო სკოლები. ანუ ჩვენაირი სკოლებზეა საუბარი. მოდელი ჩვენაირ სკოლას გავს ეგრეთ წოდებული მითელშულეები. ჩვენ ხომ მსგავსი წარსულიდან მოვდივართ. კი, აბსოლუტურად. აღმოსავლეთის მიწებზე უფრო ესეთი ჩვენაირი სკოლებია, რომელსაც თქვენს გვით რომ ხო, ყოფილ სოციალისტურ სკოლებს ძალიან გავს და გერმანიაში ახლაც ასეა, ასე აღმოსავლეთის მხარე და დასავლეთის მხარეში არის ეს დიფერენცირებული სკოლები. ანუ ნახეთ,
ესე იგი, ბავშვი როდესაც გადადის რეალ შკოლაში, ან გიმნაზიაში, ან სხვა ტიპის სკოლაში, უკვე იქ მიდის დიფერენცირება ბავშვის შესაძლებლობის და ინტერესების მიხედვით. რა თქმა უნდა, ვინმე იტყვის, რომ როგორ შეიძლება მეოთხე კლასელი ბავშვისგან უკვე ვიცოდეთ რა გამოვა მისგან, რა თქმა უნდა, რომ შეიძლება არ ვიცოდეთ და შეიძლება მე გზადაგზა ბავშვის ინტერესები შეეცვალოს, აქ გადასვლის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, რომ არსებობს, მაგრამ სკოლის უკვე ბოლო წლებში ადამიანების ბავშვები სწავლობენ მხოლოდ იმას, რაც მათ აინტერესებთ. და მხოლოდ იმას, რაც მათ ინტერესებს და საჭიროებებს, შესაძლებლობებს და სამომავლო გეგმებს უკავშირდება. თუმცა პირობითად მე-7 კლასში დავარქვათ ასე ხო იმ რაღაც გერმანული სკოლის. ან ზოგადად, ჩემი აზრით, საღი აზრის მქონე სკოლაში თუ რამე სწავლობენ ბავშვები და ვინმეს მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია, უნდა აინტერესებდეს ის ბავშვი და ამის უამრავი გზა და საშუალება არსებობს. აი სტანდარტები ახსენეთ თქვენ და აი როგორც ერთ-ერთი ჩართული და ორგანიზატორი შეიძლება ითქვას ხო ამ ჩვენი საგნობრივი სტანდარტების თუ მასწავლებელთა და ასე შემდეგ ამ სტანდარტების შექმნის პროცესში კარგად იცნობთ ხო მათ შორის საგნობრივ სტანდარტებსაც და აი რომ თქვათ ახლა ჩვენთვის ეს ხო სინამდვილეში ზოგადი განათლების სტანდარტი კი არ არის აი ავიღოთ ნებისმიერი საგნის ისტორია ავიღოთ აი ჩვენ ისტორიკოსები ვართ და ისტორიის სკოლის სტანდარტი არის მე ვიმეორებ ისტორიკოსი ვარ და მე არ ვიცი იგი რაღაცები რაც შესული არის ზოგადად საგანმანათლებლო სტანდარტში და მასწავლებლის თუ ეროვნულ სასწავლებელში მე მოსწავლის რაც არის და ასეთი ამ მოსწავლეს კიდევ ვიმეორებ 15 აქვს დასაძლევი და ასე რაღაცა დანატოვარი დავარქვათ ასე საბჭოთა მემკვიდრეობას ვარქმევთ ხოლმე პირობითად და რომელზეც შეკითხვასაც ვერ ვსვამთ ხო რომ ვიმეორებ არც მესმის, არც მინდა, არც მაინტერესებს, არც გამომდის და ასე შემდეგ და მოგეხსენებათ როგორ ვატყუებთ თავს ერთმანეთს, მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც. ანუ ფიქრობთ რომ ეს გაცილებით ბევრია, ვიდრე შესაბამისი საათებია ამისთვის? საათებს ხო ვეღარ გავზრდით ახლა წელიწადი ხო გაიზრდება ხო და შესაბამისად სრულიად დაუძლებელია აი ანუ ძალიან მაღალი სტანდარტია გავიხსენოთ თქვენი თანაკლასელები გავიხსენოთ შვილები მათი თანაკლასელები ბოლო გავიხედოთ ამ საზოგადოებაში თუ გნებავთ ზრდასრულ ადამიანებს კითხოთ გამოვკითხოთ პირობითად აი მათემატიკის მაგალითად სხვადასხვა მნიშვნელიან წილადებს თუ შეკრებენ აი ხო რაღაც არ აი მათემატიკა ახსენეთ გამიჭირდაო და რა გასაკვირია ნახეთ ეს ის ადგილია და ეს ის წერტილია სადაც ჩვენ ვერ შევთანხმდებით მაინდა-მაინც და რატომ ნახეთ ჩვენ გვჭირდება მაღალი სტანდარტები აუცილებლად გვჭირდება იმიტომ რომ და ეს არ არის ნამდვილად საბჭოთა მემკვიდრეობა პირიქით ჩვენ ამ მიმართულებით საბჭოთა მემკვიდრეობაზე ვთქვით უარი. სტანდარტები, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, მაგალითად, ავიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმა, ხო? ეროვნული სასწავლო გეგმაში, რაც არის მისაღწევი შედეგები, ეს არის მისაღწევი მაქსიმუმი. ამ სტანდარტის დაბლა დაწევაზე ნამდვილად არ ვიქნებოდი მომხრე. იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით საერთაშორისო კვლევებში რა შედეგები გვაქვს წიგნიერების თვალსაზრისით. ამ ძალიან წიგნიერ და წარმოუდგენელი ისტორიის მქონე ერს. ეს საოცარი ამბავია რა. ხო, მაგას თავისი მიზეზები აქვს, სხვათა შორის ეს შეიძლება ამაზეც საუბარი ცხადია. მესმის, ანუ ნახეთ, მე იმას კი არ გულისხმობ, რომ ადამიანს თუ უნდა ქიმია შეისწავლოს, რა თქმა უნდა, ის სტანდარტი უნდა კონდეს მას, ხო? აბა ხო არ შეიძლება რაღაც შერჩევითად. შეიძლება შეკითხვა რომ დაგიბრუნოთ. ცხადია. მაგალითად, თუ კი გვექნებოდა დიფერენცირებული სწავლება და მაგალითად მოსწავლეს უნდა რომ თავისი სამომავლო პროფესია დაუკავშიროს ქიმიას. ამ შემთხვევაში სტანდარტი თან მაღალი იქნებოდა, როგორ ფიქრობთ? ან თუნდაც ისტორიაზე გავჩერდეთ. არ იქნებოდა. აი ისტორიაზე მაინც რადგანაც ამ შემთხვევაში ამ პროფესიაში ვართ.
ისტორიაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში, რომ ესე იგი მთელი მსოფლიოს და მთელი ქრონოლოგიურად მთელი ისტორია ისწავლება მოკლედ ამ მოსავლის სტანდარტითაც კი. ცხადია არ გულისხმობ იქ რაღაც გარკვეული ქვეყნების ან კონტინენტების რაღაც პერიოდებს, მაგრამ არსობრივად აი რაც არის ისტორიაში ასეთი ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს ისტორია ისწავლება. ეს ხომ შეუძლებელია რომ საშუალო სკოლის დონეზე დაიცვლიოს. გნებობთ საქართველოს ისტორია ავიღოთ თუ გნებავთ და შესაბამისად ეს ბავშვები ამთავრებენ სკოლას და ზედაპირული წარმოდგენაც კი არ აქვთ მართლა ისტორიულ პროცესებზე, რომელიც გნებავთ საქართველოში თუ საფრანგეთსა და ასე შემდეგ ხდებოდა, ხო? ერთ-ერთი მიზეზი ამის ნამდვილად არის, რომ ხო აი ამდენი ამ ხარისხის და სიმაღლის და ამ დროში. და კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ისტორიის ნაირი ამ ბავშვისთვის 15-ია კიდე. ასეთივე მაღალი სტანდარტი. კი ბატონო, ნახეთ, იმაში გეთანხმებით, ეხლა ვიტყვი რაში გეთანხმებით და რაში არა. იმაში გეთანხმებით, რომ ასეთი მაღალი სტანდარტი არის ყველა საგანში და ეს ერთად აღებული მართლა ძალიან ბევრი. ამაში სავსებით გეთანხმებით. მაგრამ ის რომ ეს ყველაფერი ამას ზოგადი განათლება ქვია, ეს ხო არ არის ჩაღრმავებული და მეცნიერულ დონეზე დამუშავებას მოსწავლებს ჩვენ არ ვთხოვთ, ხო არის ფაქტების დონეზე ვაწოდით ინფორმაციას, თუმცა მე თუ მკითხავთ ახლა მე მასწავლებელი რო ვიყო, ფაქტების დონეზე არ მივაწოდებდი მოსწავლებს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ ისტორიული ფაქტების ანალიზი შეძლოს ადამიანმა და არა თარიღები დაიმახსოვროს, ხო? გეთანხმებით იმაში, რომ დავუბრუნდე, რომ ბევრია, ნამდვილად ბევრია, როდესაც არ არის დიფერენცირებული სწავლება. ქიმიაშიც უმაღლესი სტანდარტი, ისტორიაშიც, ქართულშიც და გეოგრაფიაშიც მართლა ძალიან ბევრია ერთად აღებული. თუმცა დიფერენცირებული სწავლება რო გქონდეს, მაგალითად სამომავლოდ ბავშვი მოსწავლეს აქვს გადაწყვეტილი, რომ რაღაც კონკრეტულ პროფესიას დაეუფლოს, ხო? და რამდენი ახლა 3 თუ 4 საგანია ძირითადი, რომელიც მან უნდა ისწავლოს იმისათვის, რომ პროფესიისთვის მოემზადოს. მაშინ აუცილებელია ეს. ზოგადი განათლება აუცილებელია გქონდეს წინასწარი იმისათვის, რომ პროფესიის შესწავლა შეძლოს. წინაპირობა მას სჭირდება. თავარი ადგილი, სადაც ჩვენ შეიძლება ჩვენი აზრები ერთმანეთს შევხვდეს, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება დიფერენცირებული სწავლება. მე თუ მომწონს და მიყვარს მათემატიკა, ფიზიკა და ტექნიკური საგნები, მომეცი საშუალება, რომ ვისწავლო ეს ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით ბოლო კლასებში და გავაგრძელო ჩემი პროფესიული გზა იქ, სადაც მინდა რომ გავაგრძელო. თუ კი სხვა საგნები უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაშინ ანუ ბოლო კლასებში ეს დიფერენცირება უკვე უნდა გადაწყვეტილი ქონდეს ოღონ მოსწავლეს, რომელი ესეთი გერმანულად ამას ქვია Schwerpunkt, ანუ ძირითადი აქცენტი რაზე ვაკეთებ და რა არის ჩემი სამომავლო პროფესიული გზა. ეს ნამდვილად ამ არჩევანის გაკეთების უფლება მოსწავლეებს უნდა ქონდეთ. კი ბატონო, თორემ ვისაც აინტერესებს და სწავლობს ამ რომელიმე მიმართულებით, აი თუ გნებავთ ისტორიის სტანდარტში რაც წერია კი არა, ყველაფერი წაკითხული აქვს ბავშვებს. თუ ფილმი ნანახით და ასე შემდეგ, ხო, ასეთი რაღაც დაინტერესებული ადამიანები, ხო? აბსოლუტურად. ეხლა მაგალითად გეტყვით 2 დღე თუ არ ერთი კვირის წინ ჩვენ გქონდა საუბარი მე და ჩემ უფროს შვილს ფსიქოლოგიაზე სწავლობს და რაღაც ახლოს არის ჩვენი პროფესიები ერთმანეთთან და ნუ საუბრობთ ხოლმე. მედალზე დაამთავრა სკოლა და მითხრა, რომ მე საერთოდ არაფერი არ მახსოვს ერთი კონკრეტული რომელიღაც საგანი დაასახელა, ხო არ მახსოვს. და მე ვკითხე, რომ მეთქი, რატომ სწავლობდი? მე არასოდეს წნეხი არ მქონია, რომ შენ კარგად უნდა ისე დაამთავრა სკოლა, რომ მე უბრალოდ ვიცოდი, რომ რა ქონდა დაახლოებით საგნებში, თორე მე არასოდეს არც კი მიმეცადინებია. თვითონ ეს იყო მე ვუთხარ, ეს არის შენი პასუხისმგებლობა, ისწავლი თუ არ ისწავლი, ჩემი მოვალეობა არის, რომ მქონდეს თავშესაფარი თავზე, საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი და ძალიან ბევრი სიყვარული. მორჩა, მეც ვეღარ ჩავერევი. შენი გადასაწყვეტია, შენი ცხოვრების გარას გააკეთებ. მათ შორის რას ისწავლი. და მითხრა, რომ მე ვსწავლობდი, იმიტომ რომ არ მინდოდა ის გამეფუჭებინა, რაშიც ძალიან კარგი ვიყავი. და ვსწავლობდი, იმიტომ რომ კონკრეტულ დღეს კონკრეტული გაკვეთილი ჩამებარებინა.
საბოლოო ჯამში მაინც ვისწავლე ის, რაც მინდოდა და იქ უბრალოდ ნიშნები მივიღე. ანუ ნახეთ, კონკრეტული მაგალითია ახლა ეს. გვეუბნება თვითონ გამოცდილება ბავშვების, რომ აუცილებლად გვჭირდება დიფერენცირებული მიდგომა. და რადგან მე მაგალითი ახსენეთ. რამდენად აყვარებს ბავშვს აი ეგ რუტინა ან სწავლას, ან სკოლას, ან რამდენად კომფორტულია მისთვის ყოფნა ისეთ სიტუაციაში, ისეთ კონტექსტში, სადაც ხო გესმით, რომ რაც არ გესმით და თან იმის ჩაბარებას რო გთხოვენ და იმაში ნიშნების დაწერას რომ გთხოვენ, ხო რა სტრესი მეტი რა უნდა იყოს ჩვენთვის ზრდასრული ადამიანებისთვის და აი ბავშვების შემთხვევაში ერთადერთი გამართლება ალბათ სტრესმედეგი ადამიანები გამოდიან თუ არ ვიცი ხო არის ამაში ჭეშმარიტება კი თუმცა ნახეთ ბავშვები ძალიან კეთილები არიან ჩვენ მე ზრდასრულ ასაკში გვიჩნდება ბრაზი რომ ასე რატომ ეკცეოდნენ რატო იყო ისე იგივე მასწავლებლების მიმართ მაგრამ ბავშვების ასაკში ბავშვები უფრო მეტად კარგს ხედავენ ვიდრე ცუდს. ხო და მაგან ხომ არ გაგვაბრაზა მეთქი და გაფხადა ასეთები. მე ხო ეს ხო კი რა თქმა უნდა რაღაც არის ამაში ჭეშმარიტებაც რომ ეს დაგროვილი სტრესები მე იჩენს თავს რა თქმა უნდა თალსახად მაგრამ ერთი არის ის რომ მე რასაც ახლა ვხედავ ჩემი დაკვირვებით რომ ორგვარი გამოცდილება რჩება მერე. ხო ხედავთ აგერ მეც კი ორნაირი გამოცდილება მაქვს. კარგი რაც იყო მახსოვს და მადლიერი ვარ, მაგრამ ცუდი რაც იყო არასოდეს არ დამავიწყდება და მინდა რომ არასოდეს არ გამოსცადოს სხვა მოსწავლემ ან სხვა ბავშვმა. ასე არიან ბავშვებიც. კარგი რაც არის ახსოვთ, ის უფრო ახსოვთ, მე რაც უფრო ასაკში წავლენ, მე კიდე უფრო კარგად მიხვდებიან და მე კიდე უფრო გაბრაზდებიან დაკარგულ დროზე, მაგალითად არასამართლიან მოპყრობაზე და ასე შემდეგ, ასე რომ ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ორივე შედეგი აქვს. დადებითი არის ის, რომ კარგი თქვით ძალიან გავიმეორებ, რომ კი ნამდვილად ასე რაღაც სტრესმედეგობას ეს განაპირობებს ნამდვილად იმას თუნდაც რომ არ არის ცხოვრება მხოლოდ ფერადი და კარგი და თავზე ხელის გადასმა, არამედ ხანდახან გიწევს რომ უაზრო საქმეებიც აკეთო ხოლმე. ხო, მაგრამ ეს მთელი წლის განმავლობაში და მთელი 10 წლის განმავლობაში ტერმა აკეთა ასეთი საქმეები. ხო. და ცუდი არის ის რომ ჩვენ უნდა დავეწიოთ დროის განვითარებას, ანუ სკოლა თუ არ დაეწია დროის განვითარებას, სხვა ვერავინ ვერ დაეწევა. მასწავლებლის ასე ვთქვათ, თქვენ ასევე მუშაობდით მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მიმართულებით. ერთ-ერთი მტკივნეული გამოცდილება იყო კი. გახდათ ქალბატონი ნინო ამ მიმართულებით. ხომ არ გაიხსენებდით მოდი ჯერ ისე ბავშვობის მასწავლებელთა რაღაც ახსენეთ რამდენიმე ხა მეც თუნდაც იმოქმედა ჩემზეც იმ რაღაც სასამართლომ თუ გასამართლებამ მაგრამ აი რას ფიქრობთ ამ მხრივ როგორი მასწავლებლები იყვნენ თუნდაც დღევანდელი შეფასებით აი დღევანდელი კრიტერიუმებით თქვენ როგორც ზომავთ მასწავლებლებს ის მაშინდელი 80-90-იანი წლების ზესტაფონელი მასწავლებლები. ეთიკის კოდექსი, როდესაც გადაწყდა რომ მე ეს მიმართულება უნდა ამეღო, ესე რომ ვთქვათ და ეს მიმართულება უნდა ჩამევარებინა, იყო როგორ იცით აი გული ძალიან ამიჩქარდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი გამახსენდა ჩემი ბავშვობა და ბავშვობის აი ძალიან ცუდი გამოცდილება, რაც ახლა თქვი, მაგალითად და ვიგრძენი იმხელა პასუხისმგებლობა, რომ ვიფიქრე ჩემ თავს უთხარი, რომ მე ახლა ამას უნდა გავუმკლავდე. იმიტომ რომ საუბარია ისეთ საკითხზე, რომელიც ჩემთვის წმინდა საკითხს ეხება, ეს არის ბავშვის უფლება და ადამიანის ღირსება. ეს ორი საკითხი არის ჩემთვის წმინდა. და პირველი რაც დავგეგმე მთელი საქართველოს მასშტაბით, დედოფლის წყაროდან ბათუმის ჩათვლით, სკოლებში გავაკეთეთ ვიზიტები. მე და ჩემმა კოლეგებმა. ვიზიტების მიზანი იყო ის, რომ მე უნდა დავლაპარაკებოდი მოსწავლეებს. მოსწავლეებს. კი.
მე მოსწავლებისგან უნდა ჩვენ მოსწავლებისგან უნდა გაგვეგო რა ხდება სკოლებში ამ თვალსაზრისით. და მე მათ მივეცი საშუალება რომ ანონიმურად დაეწერათ кейსები, ანუ მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან. და უთხარი აქ არ იწერებ არც სახელი, არც გვარი, მე არ მაინტერესებს, მე არავის არ ვსჯი და არავის არ მინდა კონკრეტულად ვიცოდე, მე მინდა ვიცოდე ზოგადად რა ხდება. მოუკრებ ასე ტომარაში წავიღებ სახელი. ზუსტად ასე მოხდა, ნამდვილად, ზუსტად ასე მოხდა. აი ეს მაგალითები ძალიან წლების მანძილზე მქონდა შენახული. წარმოგიდგენთ, ეს ხდება 2008 წელს. და ეს მაგალითები იმიტომ მქონდა შენახული, რომ ყოველ ჯერზე როდესაც ძველ წიგნებს ვალაგებდი ხოლმე და რომ ჩავხედავდი ამას, ხომ არ გადაგიყრიათ? არა. და ამ მაგალითების საფუძველზე შეიქმნა მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო. პუბლიკაციაზე ხომ არ ფიქრობთ, მაგ რაღაც ცხადია ისე კორექტულად და ყველანაირად. საინტერესო იქნება, მე მაგალითად ძალიან დამაინტერესა. ჩვენ დავიწყეთ გიორგი იმით, რომ მასწავლებლებს ვუთხარით, რომ არ შეიძლება მოსწავლის შეურაცხყოფა. არც სიტყვიერი, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური. წარმოგიდგენთ, საიდან დავიწყეთ. ესე იგი, იყო პრეცედენტები, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს ცემდნენ. ყურს უწევდნენ, ჯოხს ურტყამდნენ, აჯანჯღარებდნენ. ჩვეულებრივი წესი იყო და წესრიგი იყო. იგივე თქვენ სკოლაშიც იქნებოდა ასეთი შემთხვევები, როგორც ერთ-ერთი პედაგოგიკური სააღმზრდელო მეთოდი. კი ბატონო. მოკლედ, პირველი ეტაპი გადავლახეთ, რომ მასწავლებლებს უთხარით, რომ ეს ამბავი არ შეიძლება და აკრძალულია. მოსწავლის შეურაცხყოფა ამ სამივე ფორმით, სიტყვიერად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ეხლა მოსწავლეებს რა წუხილები ქონდათ 2008 წელს, იგივე წუხილი აქვთ დღესაც. და რა არის ახლა ეს მთავარი წუხილი? მოსწავლეები გვეუბნებოდნენ, რომ გვიწერდნენ, რომ მასწავლებელს ყავს ფავორიტები კლასში. შეიძლება იმ ძველ შუამდინარელ მასწავლებელსაც ყავდა მასეთი, ანუ სამარადისო რაღაც. დიახ. და მოსწავლეები წუხდნენ ამას, რომ ესენი არიანო ბავშვებიო, რომლებიც მაგალითად მათთან ემზადებიან და მაშინვე გაჩნდა ეთიკის კოდექსში პუნქტი, რომ საკუთარი მოსწავლის მომზადება არ შეიძლება. არაეთიკურია. ფულის სანაცვლოდ. არც ფულის ხო თავისთავად და არც სხვა ფორმით. არ არის იმაზე საუბარო გაკვეთილები, რომ დამთავრდება და მასწავლებელი დამატებით ბავშვებს რო დატოვებს და რო აუხსნის, ეს რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება აკრძალული იყოს პირიქით. ეს მასწავლებლის მხრიდან ძალიან დასაფასებელი შრომაა, მაგრამ ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ მთავარი მიზეზი არის ის, რომ მასწავლებელი ამზადებს ან მისი ნათესავი, ან მისი ახლობელი. მოკლედ, ეს ფავორიტიზმი იყო ძალიან მტკივნეული ბავშვებისთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი, რაც დამამახსოვრდა. შეურაცხყოფის ფაქტები. რაიმე სახის დისკრიმინაციის ფაქტები. ინკლუზიურმა განათლებამ ისეთი განვითარება გაიარა ჩემს თვალწინ და თქვენიცით ჩემი კოლეგები მუშაობდნენ ამაზე და მათ უდიდესი მადლობა ეკუთვნით ყველას ჩემი მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც, რომ ინკლუზიური განათლება ეს ის პერიოდია, როდესაც მასწავლებლები ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ადგილი სკოლაში არ არის. და ისინი თალკე უნდა იყვნენ გამოკეტილე, წარმოუდგენელი განვითარება გავიარეს. ასე იყო და ხო, მთელი წლების განმავლობაში. მანამდე კი. ანუ რო გადახედო ერთი შეხედვით, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ. ძალიან, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგწონს ის როგორც არის და უკეთესი გვინდა. ან გულისხმობთ ამ შემთხვევაში გარემოს ინკლუზიურობის თვალსაზრისით, თუმცა ძალიან დიდი პრობლემა არის ამ მიმართულებითაც. კიდევ და ხო მინდა გკითხოთ აი ამ თუნდაც აი კონკრეტული მოსწავლის მეცადინეობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ხო? ხო, არა და რა უცნაურია თითქოს, ანუ მასწავლებელს ვუგრძალავთ თავისი პროფესიით ფულის გამომუშავებას. საკუთარ მოსწავლეზეა მხოლოდ საუბარი. ხო, საკუთარი მოსწავლე, ახლა თქვათ, სადღაც სოფელში რომ მასწავლებელია მუშაობს სკოლაში, საკუთარი მოსწავლე უნდა მოამზადოს ახლა თბილისიდან ვინჩა. ან უცნაურია რაღაც თავისებურად, თუმცა მესმის ის რაღაც დასაბუთება. შეიძლება მაგის არგუმენტი გითხრათ? რა თქმა უნდა, უბრალოდ ამაზე მინდა რომ შეკითხვა დავსვათ და
და ანუ რაღაცნაირად გარკვეულ ქცევას ავლენენ, ასე რომ ვთქვათ, მასწავლებელი რაღაცნაირად იქცევიან. ამ შემთხვევაში არ მოგწონს, რომ ფულს ართმევს მოსწავლეს, თავის პროფესიით მუშაობს და ამით ფულს გამოიმუშავებს და ამ ქცევის აკრძალვა გვინდა, ხო, რომ ეს არ მოგწონს, რადგან შემდეგ იქ ვიღაც სხვა რომ არ ემზადება, რაღაცა ასევე მახინჯი გამოვლინებებიც აქვს ამას, ხო? ხო და ხომ არის საფიქრელი, რომ იქნებით თვითონ მთელი ეს კონტექსტი არის მახინჯი, რომელიც იწვევს ასეთ ქცევას, რომ მახინჯ ქცევაში მე ბავშვის მეცადინეობას და ამაში ფულის აღებას კი არ გულისხმობ. მახინჯ ქცევაში გულისხმობ, როდესაც ვიღაც მასწავლებელი მოსწავლეს რაღაცა ნიშნით გამოარჩევს და სათანადო ყურადღებას იმ გაკვეთილზე არ დაუთმობს. ამას გულისხმობ მახინჯ ქცევაში და შესაბამისად ეს ქცევები თვითონ იმ კონტექსტის გამო ხომ არ ხდება მეთქი. ამიტომ ხომ არ დგება ადამიანი ისეთ სიტუაციაში, რომ აი ასეთი წარმოუდგენელი არაადეკვატური შეიძლება დავარქვათ, რომ აი ამ გარემოში ხდება ასეთი რამეები, რომლის მოწესრიგება არა ქცევების აკრძალვით, არამედ თვითონ ამ კონტექსტის გადაკეთებით, გნებობ დაანგრევით და ასე შემდეგ არის საჭირო და უფრო ეფექტიანიც შეიძლება ოფილიყო. ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი ჩემთვის განვითარებული განათლების სისტემის ნომერი პირველი სტანდარტი და ოქროს სტანდარტი არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე არის ყველა თანაბარი. მოსწავლეს ყველას ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა და მასწავლებლის ან მთელი სისტემის დამოკიდებულება ყველა მოსწავლის მიმართ არის თანაბარი. კერძო პრაქტიკა ამას ეწინააღმდეგება ამ მთავარ პრინციპს, ნომერი პირველი პრინციპი, რომ თუ კი მოსწავლეზეა ორიენტირებული, თითოეულ მოსწავლეზეა ორიენტირებული განათლების სისტემა. და გამოდის, რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მაგალითად კერძო პრაქტიკით ისარგებლონ. უკვე ეს ეწინააღმდეგება მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს, იმიტომ რომ გამოდის, რომ ვინც იხდის დამატებით მომზადებაში, ისინი ხდებიან ფავორიტები. ბუნებრივია გაჩნდება შეკითხვა, რომ მე ვარ მშობელი და მე ჩემ ფულს რაშიც მინდა იმაში გადავიხდი, მათ შორის ბავშვის მომზადებაში, რატომ არ უნდა გადავიხადო? რა თქმა უნდა, ამას მშობელს ვერავინ ვერ დაუშლის. უნდა გადაიხადოს. მაგრამ, როდესაც სისტემა ხედავს, რომ მოსწავლეებს სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, ეს დამატებითი მხარდაჭერა უნდა იყოს შესაბამისად ანაზღაურებულიც. რომ აღარ დაჭირდეს მე, თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ოქროს სტანდარტია, თუ კი ვამბობთ, რომ არ არის სისტემა ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული, ვიღაცები უფრო მეტი თქვენ ფიქრობთ, რომ არის რა? ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული ჩვენი სკოლა? მე ვფიქრობ, რომ განათლების სისტემა და სკოლა უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული აუცილებლად. ხო, გასაგებია, თვითონ ეს მოსწავლეზე ორიენტირებულებაც სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გაგებული, ხო? სხვა ერთი ადამიანი შეიძლება სხვა რამეს გულისხმობდეს, მაგალითად თქვენ ფიქრობთ და ჩვენი სტანდარტის ავტორები ფიქრობენ, რომ მოსწავლეზე ორიენტირება არის 600,000 მოსწავლის ერთი სტანდარტით, ერთი საგნობრივი ჩამონათვალით, ერთი მეთოდიკით, ერთი სახელმძღვანელობით და ასე შემდეგ, აი მათ ყველაზე უკეთესად. ეს არ არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო სისტემა. ხომ დღეს ხომ ასე გამოდის, არა? მე არ ვიცი ამას ვინ ფიქრობს, მაგრამ ხო და მე ვფიქრობ, ხო მაგას ვამბობ და მე ან შეიძლება ჩვენ ვფიქრობთ მაგალითად, რომ მოსწავლეზე ორიენტირება არის ის, რასაც თქვენ საუბრობდით იგივე გერმანულ სიტუაციაზე, თუ ბავშვი თავისი ინტერესით, შესაძლებლობებით, ხალისით,
სიხარულით, ხო, სწავლობს, ვითარდება და ავლენს თავიანთ ინტერესებს, რომელშიც შეიძლება არ მოექცეს ის 15-ვესაგან. აი ეს არის მოსწავლეზე ორიენტირება ვიღაცასთვის, ხო? ამას გაგების ამბავია, ვის როგორ ესმის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, ხო? და იგივე აი თუნდაც ცემის ამბავით რომ ავიღოთ, ხო? აი ვახსენე ჩვენ საბჭოთა სკოლაში ეს ხო ჩვეულებრივი ნებადართული ლეგიტიმური სადამსჯელო შეიძლება, მაგრამ აღმზრდელობითი ინსტრუმენტი, ხო? და რათაც მართლა გასაგები იყო, რომ ის ჩვეულებრივად შევიდა 30 მოსწავლე კლასში, შევიდა რაღაც საგანი, დისციპლინა, იძულებულები იყვნენ, რაღაცნაირად ეს ბავშვები გაჩერებული იყვნენ. და როდესაც დღეს სინამდვილეში იგივე რეჟიმი გვაქვს. ხო, ან ვიმეორებ, რომ დაახლოებით სასწავლო დღეების იგივე რაოდენობა, საათები, საგნები და ასე შემდეგ, ახლა ის იდეოლოგიური და სიყალბე შეიძლება არ ეწეროს სადღაც და ასე თვალში მოსახვედრად, მაგრამ ხო არსობრივად ხო ეს ხო იგივეა და მასწავლებლებს გამოვაცალეთ ეს ისე ვთქვათ მექანიზმი და იმავე კონტექსტში კი დავტოვეთ, ხო? და ხო, მოკლედ, ანუ ქცევაზე რაღაც რომელიც არ მოგწონს ცხადია, დაუშვებელია ბავშვის რაღაც ასეთი ფიზიკური თუ რაღაც დასჭა თუ ხო, მაგრამ ხო ეს ხო ქცევაა და სინამდვილეში ამ ქცევას რაც იწვევს, იმაზე გვაქვს მე მგონი უფრო საფიქრალი ამ მიმართულებით. აბსოლუტურად კი. და თანდათან ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საინტერესო და სასიამოვნო საუბარი, მინდა გკითხოთ პროფესიულ განათლებაზეც, თქვენ ამ მიმართულებითაც საკმაოდ გამოცდილებად, მათ შორის საქართველოში და საზღვარგარეთ გაქვთ. უпроსწორად პროფესიული, აი როდესაც საშუალო სკოლის ფარგლებში შემოდის ხოლმე ეს განათლება და მანამდე მინდა გკითხოთ, აი გერმანიისკენ გზაზე მაინც რაღაცნაირად დამრჩა, რომ ან შეიძლება ეს სხვა ადამიანებისთვისაც, ახალგაზრდებისთვის საინტერესო იყო. ან რა დაგეხმარათ, ან შინაგანი მოტივაცია თუ რამე გარეგანი ფაქტორი, რომელმაც გადაგაწყვეტინათ თქვენ, რომ იმ არც თუ დაწყნარებულ თუ რაღაც ვითარებაში თუ წლებში, რომ ასეთი თქვენთვის და ზოგადადაც ხარისხიანი ევროპული განათლება მიგეღოთ. რატომ წავედი? და ხო, რა დაგეხმარათ ამაში? მოკლედ, მე პირველ კურსზე რო ჩავირიცხე გერმანისტიკის ფაკულტეტზე, უკვე ვიცოდი რომ უნდა წავსულიყავი. უბრალოდ არ ვიცოდი როგორ წავსულიყავი. მე არ მყავდა მდიდარი მშობლები, რომლებიც სწავლას დამიფინანსებდნენ და ორივე უნივერსიტეტი, ჯერ ჰაიდელბერგი და მე მოგვიანებით მაგდებურგში დავასრულე აბსოლუტურად დაფინანსების გარეშე. მაგდებურგზე უნდა შევასწორო, მაგდებურგის უნივერსიტეტში სწავლა დამიფინანსა GIZ-მა და გერმანიის მთავრობამ. მაგრამ მაშინ უკვე დიდი ვიყავი და ეს სხვა ისტორია. ეს პირველი უნივერსიტეტი ჰაიდელბერგი აბსოლუტურად საკუთარი რომელი წლებია? ესე იგი, ეს გახლავთ 2000 წელი. 2000 წელი, როდესაც მე დავიწყე სწავლა, ჯერ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ორივე იქ გავიარე. თავიდან როგორც გითხარით, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მერე გადავედი განათლების მეცნიერებებზე. არ იყო ადვილი უნივერსიტეტში მოხვედრა. ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ ეს არის ახლა წარმოიდგინეთ ერთ-ერთი პრესტიჟული და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი გერმანიაში. იქ ჩავაბარეთ, იქ ჩავაბარე, კი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დამეხმარა ის, რომ მაღალი ნიშნები მყავდა სკოლაში და უნივერსიტეტში. ესე იგი, როგორ იყო ეს? თვითონ ეს ნიშნების ფურცელი, მონაცემები. აბსოლუტურად კი. ესე იგი, ასე იყო შერჩევის პროცედურა, რომ ვისაც კარგი და მაღალი ნიშნები ჰქონდათ წინარე განათლებაში, იქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამას. ძალიან კარგად ვლაპარაკობდი გერმანულად უკვე, ანუ როგორც მშობლიურ ენაზე, ისე ვლაპარაკობ გერმანულად. და მოკლედ როგორც გითხარით, აი თქვენ შეკითხვას მინდა რომ გავყვე, რა დამეხმარა? პირველ რიგში მე მჯეროდა იმისი, რომ უნდა წავსულიყავი. წავედი და აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, მე არ მინდა რომ იგივე გამოცდილება მაგალითად ჩემაშვილებმა მიიღონ. ორივეს დაგეგმილი აქვს სწავლის გაგრძელება გერმანიაში და აქტიურად ემზადებიან ამისთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ ლექციები თან მუშაობდი
რომ იმისათვის რომ ჩემი ქირა გადამეხადა, თავი მერჩინა, ესე რომ ვთქვათ. და მე უკვე სწავლა რო დავიწყე, რამოდენიმე ხალხში ვინაიდან იქაც ძალიან მაღალი ნიშნები ჰქონდა, დამინიშნეს სტიპენდია. ოღონდ სტიპენდია იყო იმდენი, რომ ბინის ქირა გადამეხადა და ნუ ხა არსებობის ფულს კიდე რაღაცნაირად ჩემი შრომით ვახერხებდი, რომ თავი მერჩინა. არ ვნანობ ნამდვილად, იმიტომ რომ ეს იყო უნიკალური გამოცდილება, ეს იყო სასწაული გამოცდილება. მე აღმოჩნდი გარემოში, რომლის შესახებ მანამდე მხოლოდ მსმენოდა და 60 ქვეყნიდან იყვნენ სტუდენტები აქ ჩემთან ერთად სწავლობდნენ. ეს იყო სუპერ მულტიკულტურული გარემო, რომელიც მარტო კი არ სწავლობ, ადამიანად გაყალიბებს და ცნობიერებას გიცვლის, იგივე სწავლის მიმართ დამოკიდებულება. ამას უნდა გავუსვა ხაზი. სწავლის მიმართ დამოკიდებულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეთი გამოცდილება მქონდა და ძალიან კარგად სწავლობდი, მე მოვხვდი გარემოში, რომ შოკიში ვიყავი ამ გარემოში, რომ მოვხვდი, რომ ეს სასწავლო სისტემა მაშინდელი იყო იოლად თავის დაძვრენაზე ორიენტირებული. და მოვხვდი გარემოში, სადაც არ იცოდნენ ადამიანებმა საერთოდ რა არის შპარგალკა. პირიქით, სიღრმისკენ, წასვლისკენ ორიენტირებული. ეხლა შპარგალკას არც მე არ ვიყენებდი, მაგრამ თვითონ ფენომენი იყო ძალიან ცნობილი იყო მაშინ, ხო? და როდესაც რაღაცა საუბარში ვახსენე, რომ ესეთი შპარგალკიდან გადაწერა და რაღაცა, ანუ ვერაფრით ვერ რატო უნდა მოვიტყუო სწავლაში? ეს ხო პირველ რიგში მე დამაკლდება. და მე ხო მაგარი აღარ ვიქნები ჩემ პროფესიაში და მაგარი რო აღარ ვიქნები ჩემ პროფესიაში, მე კარგ სამუშაოს ვერ ვიშოვი და კარგ სამუშაოს ვერ ვიშოვი, მე სხვა ჩამონაცვლებს და მე გავხდები წარუმატებელი, ანუ ნახეთ საიდან სადაკავშირებს. ანუ ცნობიერება სწავლის მიმართ და ლოგიკურია. აბსოლუტურად. სწავლის მიმართ დამოკიდებულება, მე რო პირველად ვნახე, შოკში ჩავარდი, რომ მეთქი, ვაუ, ესენი საერთოდ სხვანაირად აზროვნებენ. მე ეს გადმოგედება იმიტომ რომ შენც იწამლები კარგი გაგებით ამ დამოკიდებულებებით და შენც ხდები როგორიც იცით დეტალებზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი, არავითარ შემთხვევაში შენ ხო არ გააკეთებ, რა თქმა უნდა, სხვასაც არ დაუშვებ, რომ რაღაცა არაკეთილსინდისიერად გააკეთოს, ხო? ანუ მთავარი იდეა და მთავარი მე რაც ვისწავლე გარდა განათლების მეცნიერებებისა. მთავარი მე ვისწავლე დამოკიდებულებები. ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები, სწავლის მიმართ დამოკიდებულებები. ეხლა როდესაც ვამბობ, რომ ჩემთვის წმინდა ბავშვის უფლება, ჩემთვის წმინდა ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა. ეს იმ გარემო მასწავლა, რომელშიც მაშინ მოვხვდი. ასე რომ ადამიანს თუ აქვს მიზეზი და მიზანი, მერე მთელი სამყარო დაეხმარება მას ამ მიზნის მიღწევაში. და ბოლოს, აი თქვენს შვილებთან დაკავშირებით, როგორ მოხდა აი უფროსის, თქვათ, პროფესიის არჩევის ფორმირება, აი ეს გზა თუ შეგიძლიათ რომ გვაჩვენოთ ამ პატარებთან თუნდაც, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ, ან რას აკეთებდით ამ მიმართულებით, რა იქნებოდა რჩევა თქვენი ამ შემთხვევაში? ჩემი რჩევა არის ის, რაც მე გავაკეთე და ფიქრობ, რომ ეს კარგად მუშაობს. და აქ არის ჯადოსნური სიტყვა, თავისუფლება. ბავშვებს სჭირდებათ თავისუფლება არჩევანში. ბავშვებს სჭირდებათ საკუთარი თავის დანახვა და შეცნობა. რა მინდა მე ბავშვს გულისხმობ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რა მინდა მე როგორც მშობელს. მისი სახით რო პროდუქტი, შეიძლება არასწორი სიტყვა, რასაც ვამბობ, მაგრამ მივიღო. ადამიანებს სჭირდებათ თავისუფალი არჩევანი. როდესაც მითხრა, რომ ამ პროფესიას ირჩევს, და ახლა მეორე საერთო ტექნიკური პროფესია აქვს არჩეული, მიუხედავად იმისა, რომ გოგოა, მე ვთქვა, რომ ეს არის შენი გადასაწყვეტი, მე ამაში ვერ ჩავერევი. მე მაქვს ისევ მხარდამჭერის ფუნქცია, მე ვალდებული ვარ, რომ შენ ყველაფერში მხარი დაგიჭირო, რაც სწორია. განათლებას როცა ეხება საქმე, მხარი უნდა დაგიჭირო, არა უნდა გავაკეთო, ხო? მაგრამ არჩევანი შენია. ეხლა 21 საუკუნეში ადამიანები ერთი პროფესიით არ იცხოვრებენ მთელი ცხოვრება. პროფესიას ბევრჯერ შეიცვლიან ადამიანები. დღეს რომ ფსიქოლოგია დაამთავრა, ხვალ შეიძლება საერთოდ სხვა სფეროში აღმოჩნდეს. ზეგ შეიძლება საერთოდ სხვაგანი იყოს. უნდა მივცეთ ადამიანებს და ბავშვებს იმის საშუალება, რომ თავად გადაწყვიტონ მათ რა აინტერესებთ. და მაშინ არჩევანი სწორია. პროფესია რო შეიცვალოს, რა პრობლემაა მერე? არანაირი. რამდენი ადამიანი მუშაობს დღეს პროფესიით, როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა. უნივერსიტეტ დამთავრებული
უფრო მეტი მაჩვენებელი გვაქვს პროფესიულ განათლებაში, რომ პროფესიით მუშაობდეს, ვიდრე უნივერსიტეტ დამთავრებული, ხო? და რა თმინდა ისეთი განათლება, ამას ვასწავლი მე მათ, რომ რა თქინდა ისეთი განათლება, თუ კი პრაქტიკულად არ გამოგადგა ეს. ხო? ამიტომ ჩვენ პროფესიას რო სწავლობ, იმ პროფესიამ უნდა გაცხოვროს. დილის გათენება უნდა გიხაროდეს, რომ სამსახურში მიდიხარ, ან შენ ბიზნესს აკეთებ, რომელიც გიყვარს და მოგწონს. იმ პატარა დროში რაც გვაქვს მოცემული 1/3 სამსახურია, სადაც დროს ვატარებ, ხო? და რატო უნდა გძულდეს ის, რასაც აკეთებ? არ ჯობია რომ გიყვარდეს? ამიტომ რომ დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას თავისუფლება, ჩვენ რა თქმა უნდა მხარი უნდა დავუჭიროთ, ბევრი შესაძლებლობები შევთავაზოთ, რომ აქაც არის, იქაც არის, და შენ თვითონ აარჩიე რა გინდა. დიდი მადლობა ამ ბოლო რჩევებისთვისაც და ჩემთვის სასიამოვნო გადაცემისთვის, იმედი მაქვს მაყურებლებისთვისაც. მეგობრებო, ეს იყო გადაცემა ნინო ერბაქიძის სკოლაზე, დაელოდეთ შემდეგ სკოლას. მადლობა.